დავნახოთ როგორ მოვარტყავ. მოვარტყავ რა. იარაღის სულოს მომორჩე. გამოიღე დარწმუნებული შიგარარი. მერე ჩაიხედეთ აი ამაში. თუ დღიარი ვიზუალურად დარწმუნდით რომ არ არის, თუ ბნელა და რაღაცა თითი ჩაყავით დარწმუნდით, მერე ჩამოწიეთ, დასხდეთ. იარაღი არ გადაცოთ უგონო ადამიანებს. რატომღაც წაიღო ხელმარცხნი. აი არ ვიცი რატო. ნუ ეხლა მეორედ რომ ვესწავლოთ, უმიზნებდი პირდაპირ ეგ შუაში რა. ხელმარცხნი წაიღო. ეხლა მოდი ამაზე ვილაპარაკოთ. სამიზნეზე რახანეგით რა მოხდა? სამიზნე უკან. ეს შეგიძლიათ ამოძრავოთ. იქით გაწიოთ ან აქეთ გამოწიოთ. წინა სამიზნეს და უკანა სამიზნეს მოძრავია. თეთრი წერტილები ძალიან კარგად აჩვენებს თვითონ გამოკვეთავს სამიზნეს ას უმიზნებ და ეს ღამე ინთება. დანარჩენი არის როგორ გითხრა ძალიან ისეთი კომპაქტური, გემრიელი, კარგი სახმარი იარაღი. დიდი სიამოვნებით ვიქონებდი ამას. უბრალოდ ან მე მაქვს თვალებში რაღაცა ისეთი. ან იარაღია ცოტა ისე რომ გვერდზე გაწიარა ტყუები. ამ მანძილზე პისტოლეტისთვის ამხელა ბევრია რა, ჩემთვის მე ეგრე ვფიქრობ. მართლა შუაში უმიზნებდი. თან რომ დავინახე რომ გვერდზე მოხდა მაინც ისე დაუმიზნე. მე თვითონ არ მინდა აი ანუ ერთგვარ უნდათ ვესწავლე რა, ხა კი დავინახე, მაშინ გვერდზე უნდა მიმეწია ლულა და მე მოხდებოდა შუაში, მაგრამ ხლა საპრანჭაო და რაღაცებს ხო არ ვიღებთ? ვიღებთ? შეგრძნება იყო, აი ძალიან გემრიელი. ეს რა ქვია, უკუცემა და რაღაცა კი ქონდა, მაგრამ აი ზომიერად რა. ხმაც ყველაფერი გემრიელი იარაღია. აი ეს იყო. MC20 მოსბერგი, აი ესეთი იარაღი. საქართველოში იყიდება ესა 2000 რაღიდა 2100 ლარი. რა ვიცი, თუ ჭკუაში დაგიჯდათ, თან ესეც ნახეთ, არ არის ძალიან გადმოწეული რა, ანუ რაღაცა ძალიან ისეთი კაია, კომპაქტური. ამითი გამოგეშვით მეგობრებო, კარგად ბრძანდებოდეთ.